გზა ჩვენ თვითონ აქ იმდენი ქვები და ქვიშა გვაქვს ჩაყრილი, რა ვიცი, რომ ეს გაგვესწორებია. პატარა ისეთ ტალახში ვიხრჩობოდით და როცა გამოივლიდა და დავინახავდით ამ ვინც იყო მაგის ხელმძღვანელი, ჯერ ვადა მაქვს, ნუ გეჩქარებათ, არსად არ გავრბივართო და როდემდე ახლა? ვადა სანამდეა ვადა ამ ტალახს რა უყოთ? ბავშვი ვერ მიდის, ფეხმძიმე ვერ წავიყვანეთ სასწრაფოთი და აგერ მომაკვდავი ხალი მართლა ბიჭებმა აიყვანეს ხელით, სასწრაფომდე გაიყვანეს ისე. და როდემდე უნდა ვიყოთ აქ აი საშინელ მდგომარეობაში ვარ. უგზოობას ჩხეიძის ქუჩის პირველ ჩიხში მოსახლეობა კიდევ ერთხელ აპროტესტებს. დაახლოებით 120 მეტრის სიგრძის გზა ასეთი პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც მის ერთ-ერთ მხარეს შეპესე ბოლდინვესტმა სასმელი წყლის ტრანზიტული მილები განათავსა. მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ სამუშაოები არაგეგმიური იყო და ის პროექტში ამ სახით არ ფიგურირებს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ მილების გაყვანამდე შეპესეს მათთან გარკვეული შეთანხმება ჰქონდა დადებული, რაც თითოეული ოჯახისათვის წყლის შესაყვანად საჭირო სამუშაოების ჩატარებას და გზის მოწესრიგებას გულისხმობს მის პირვანდელ პოზიციამდე. დაიწყო არაგეგმიური გათხრები, რომ აქ უნდა გაეყვანათ ტრანზიტად წყლის მილები და მოსახლეობას დაგვირდა 8 ოჯახი ვართ, რომ თქვენც სათითაოდ შემოგიყვანთო და იქ შევერთებთ ცენტრალურ ჩხეიძის ქუჩასო. ვინაიდან ახლა ყველა უზრუნველყოფილი იყო წყლით, ნუ მაინც დავთანხმდით. მაგრამ როცა მოიყვანა აქ ვინც იყო ამის ინჟინერი, იმას აუხსნეს, ამას ყველაფერს ეგრე ვაკეთებთო და არაფერი არ გაკეთებულა იმ სტანდარტებით. ჩვეულებრივად ამოთხარეს ეს კანაუღა თუ რაც ქვია, ჩაყარეს მილები და ჩვენ თვითონ მოსახლეობა ვაყრიდით ამ მიწებს ზევიდან. არ მოიტანეს არც ხრეში, არც გაიტანეს ეს მიწა, გავიტანთ და როდემდე ახლა ვერც სასწრაფო შემოდიოდა, ვერც გავდიოდით, ვერც გამოვდიოდით, გაგანია აგვისტოში. დაგვირდნენ, რომ ამას ოქტომბრის თვემდე გავაკეთებთო. ნუ დატოვეს ისე, არც მიწა გაიტანეს. ეს გზა არის მესამე საშუალო სკოლასთან დამაკავშირებელი გზა. ყოველ დილით ბავშვები მოდიან და შუადღეს მიდიან. ისეთი ტალახიანები მიდიან, შეგეცოდება ბავშვები, გაპიწყინებული, რომ აგზავნი მშობელი, იმხელა ვალინკებით, არცეთ მიყრუებულ სოფელში ეგეთი მდგომარეობა არ იქნება, რაც აქ არის. თავიდან იყო ესე იგი მათ მიერ დაშვებული სისტემა, ეს არ იყო დაგეგმილი აქ. და მათმა ინსტიტუტს გააკეთა კომპანიამ თავისი საქმის გაიოლების მიზნით შეცვალეს პროექტი მოევლო აქედან დიდი გზით. ეს იყო მოკლე გზა. ამაში ხარ რა გაკეთა, რა არის ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეს არ იყო პროექტით და არ ჩვენ გითხოვია წყალი არაზოს. ყველას აქ წყალი აქვს ვინცავთ ჩვენ. ჭედრო ხეკეთებული სულას. იმათმა გააკეთეს ეს და მოგცეს პირობა. ჩვენ ამას გავაკეთეთ როგორც იყო უკეთესად. არაფერი არ გავუკეთებიათ, ხედავთ ხარ. თავად მივჩერებიას, რომ რამ მდგომარეობაში ვარ, გვიჭირს, გავლა და გამოვლა და ამ ხელა ტალახში, რომელ სოფელში იქნება ასეთი ბედური გზა. შევკვირდნენ, გაიგეთებთო და არაფერი არ გავუკეთებიათ. რა ვართ გავაფუჭებთ, ისე გავაკეთებთ უკეთესად და არაფერი არ არის გაკეთებული. ყველაფერი რაც აქ იყო დარჩენილი ზოგი ისევე რაც შევძელით, ჩვენი ძალებით გავაკეთეთ ცოტა, რაც შევძელით, აგერ არის რამოდენიმე მეტრა და იქით კიდე ფაქტის ახეზია ვიხრჩობით ტალახში. ეს არის და მე ჩვენ მოვითხოვთ, რომ პასუხისგებლობა იგრძნონ ამ მთავრობის ხალხმა, რომ აქ ამდენი ოჯახი ცხოვრობთ, სკოლაში ბავშვები მიდიან და ბელდინვესტმა აღნიშნულობაზე სამუშაოები წყალსადენის სისტემის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მთავარი ინჟინრის თქმით, ხსენებულ მონაკვეთზე საჭირო სამონტაჟო პროცესის დასასრულებლად მათ დრო ჯერ კიდევ აქვთ. თანაც მილების განთავსება გზის მეორე მხარესაც არის დაგეგმილი. აქედან გამომდინარე შეპესეში გზის მოწესრიგებაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ. ჯერჯერობით მიმდინარეობს სამუშაოთა პროცესი, იმიტომ მეორე მხარეს, მარჯვენა მხარეს აქედან მივიდივართ, უნდა გაითხაროს 600 გზივი მეტრა და ჩაიდოს 160-იანი მილი. და ამის შემდეგ აღდგება ჩვენი დაზიანებული რაც არის, აღდგება ყველაფერი. ერთი მხარეს ხო არის გასხრილი არა? ეხლა მეორე მხარესაც უნდა გაითხაროს. იგივე გზაზე, დიახ. და შემდეგ ერთიანად მაგის მოხრეშვა დავა, მაგრამ იმის რა ქვია, ასფალტის სამუშაოებს ჩვენ არ ვაწარმოებთ. ამას აწარმოებს MGF-დან იქნება შემდეგ, ესე იგი, განკარგულება, რომ ვინ გააკეთებს მაგებას. და ანუ ვადები როდის არის? ვადები არის თებერვლის ბოლოს. 24 თებერვალი. თქვენ იცით რა სიტუაციაა იქ ნანახიკა? არა, ისეთი სავალალო სიტუაცია არ არის. მე ეხლა უბრალოდ წვიმები რო იყო, იმიტომ გავჩერდით თორე.
ჩვენ მაგ ვაწესრიგებს რაც შეიძლება. ბელტ ინვესტის მთავარი ინჟინერი ირწმუნება, რომ მათ მასალები უკვე ადგილზე მიტანილი აქვს და სამუშაოებს ვადაზე ადრე მორჩებიან. თავად პროექტის შესახებ კი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს. პროექტში იყო კილომეტრი 50 მეტრო. შემდეგ მოსახლეობის მოთხოვნით 590 მეტრო დაემატა. წყალკომპანიიდან იყვნენ ჩამოსული წარმომადგენლები და იმათთან ხალხთან მოლაპარაკების შედეგად იმიტომ ჩვენ არ ვაღდგენთ ახლა ასფალტს, რომ ასფალტის ხარჯზე დაგრძელდა მილი. და წყლის კომპანია და MGF-ი ალბათ მოილაპარაკებს და რომ ვინ აღადგინოს ეგ ასფალტი. დენტიმერის მორიგი ინოვაცია. დენტალური იმპლანტაცია საქართველოს რეგიონებიდან პირველად კლინიკა დენტიმერში. 90-იან წლებში მიღებული პრაქტიკის დანერგვა საკუთარ კლინიკაში გამოცდილმა სტომატოლოგმა იური ხარატიშვილმა პაციენტებს ორთოპედიულ მეთოდებთან ერთად შესთავაზა. დენტალური იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში პროტეზირების აღიარებული სახეა. იმპლანტაციის დროს არ ხდება პირის ღრუში გვერდითი კბილების მექანიკური დამუშავება. პაციენტს შეუძლია სასურველი კბილები უმტკივნეულოდ და მინიმალური დანახარჯის სანაცვლოდ მიიღოს. ჩვენ პაციენტს ამ შემთხვევაში რამდენიმე კბილი აკლია. ეს კბილები რომ აღადგეს საჭირო არის ჩვეულებრივად ხიდისებური პროტეზების გაკეთება. ამ შემთხვევაში ორი კბილი უნდა მექანიკურად დამუშავდეს, დაიქრიბოს და ეს კბილები იქნებიან დამკავებელი დანაკლისი კბილების. დენტალური იმპლანტაციის დროს ბეზობილი კბილების მექანიკური დამუშავება არ ხდება. პირდაპირ ჯვარში ჩადის იმპლანტი, რომელიც კეთდება ტიტანისაგან და იკავებს დანაკლის კბილებს. ეს დიდი შეღავათია პაციენტისთვის ერთხელ, რომ კბილების დამუშავება არ ხდება და პროტეზირება ისე კეთდება. პაციენტი სრულიად ვერ ზნობს ოპერაციის მსვლელობას. მუდამ ჭირდება პაციენტთან კონტაქტი, რომ წესიერად იქნას ჩადგმული იმპლანტი. და თავისი სურვილის შესაბამისად შეუძლია პაციენტს ჩაიჯვას როგორც ერთი, ასევე რა თქმა უნდა, ცენტრალური კბილი გვია შუა კბილს. ის რომ ადამიანს მოხდა რაღაც ტრაუმა თუ რაღაცა და დაკარგა კბილი. ამის აღდგენა ოპერაციის ჩვეულებრივი ორთოპედიული გზით არის ორი კბილის გადაკვრა. ეს ანკბილების დაბლომბა მთელ სითულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ხის ცოტა მეტი გადაიხადა და გვერდზე კბილებს არ შეეხება. საქართველოს მარტო თბილისშია ჩვეულებრივი და მე იქ ბევრი კონტაქტები მქონდა ადრევე როცა საჩვენებელი ოპერაციებს აკეთებდნენ და მე თავისუფლად შემიძლია გავაკეთოს ოპერაცია. იმპლანტაცია, როგორც ბატონი იური ამბობს, ზესტაფონში რამდენიმე პაციენტმა უკვე ჩაიტარა. მსურველებს კლინიკა ეფექტურ მკურნალობას და შეღავათიან ტარიფს თავაზობს. შედეგი 95-98%-ია და დრო მინიმალური დრო ეს არის საგარანტიო 10 წელი. კლინიკა დენტიმერის ინოვაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დიდი ინტერესით ხვდებიან. ბევრი მათგანი პაციენტის რანგში საუბრობს და სჯერა, რომ იური ხარატიშვილი ყოველთვის ნოვატორი იყო სტომატოლოგიაში. ზესტაფონის რაიონში სტომატოლოგია საერთოდ ბატონ იური ხარატიშვილთან ასოცირდება და ის ფაქტი, რომ ყოველთვის ნოვატორია და სიახლეებს ნერგავს, ეს მისი პიროვნული თვისებებიდანაც მოდის და ერთი დიდი ფაქტორი ისიც არის, რომ ორივე შვილი მის კვალს დაადგა, ბრწყინვალე სტომატოლოგები არიან და დიდ კლინიკებში მუშაობენ თბილისში და ასე რომ მამასაც მხარში უდგანან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნოვაცია, რაც დანერგა ბატონმა იურიმ ზესტაფონში, წაადგება ზესტაფონის მაცხოვრებლებს. ბატონი იური ხარატიშვილი, რომ დიდი პროფესიონალია თავის საქმის, თუმცა ეს მეტყველებს ერთ-ერთი ის ფაქტი, რომ ბავშვობიდან ვარ ბატონი იურის პაციენტი და ძალიან კმაყოფილი პაციენტი. ყველა სიახლე რაც იყო ზესტაფონში დანერგა თავის დროზე ბატონმა იურიმ ზრუნავს. თავისი საქმის წინსვლაზე, ავადმყოფზე დაწყებული მეხას გაუცავს სტერილიზაციიდან და ყველანაირი კომფორტული მომსახურებიდან, რაც უნდა ახასიათებდეს თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებს და რა თქმა უნდა მივესალმები ამ ახალ წამოწყებას, რომელსაც ქვია იმპლანტატის ჩანერგვა. ეს ფართოდ დანერგილი მეთოდია და მინდა უთხრა ზესტაფონლებს, რომ ამაში არც სახიფათო და არც ესე ჯანმრთელობისათვის საზიანო არაფერია. პირიქით, ეს არის
საღი კბილები და დარწმუნებული რომ ბატონი იურის მეთახელმძღვანელობით ეს საქმე იქნება ძალიან წარმატებული ზესტაფონებისათვის. მე 80 წლიდან ვარ ზესტაფონში და ვიცი იური უკვე ჩამოვედი მაშინ აკეთებდა ყბებზე განსაკუთრებით ტრავმების შემდეგ ოპერაციებს, სხვა ქირურგიულ ჩარევებს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, არსად რაიონში არ კეთდება ქირურგიული პასახის ქირურგი არსად არ არის განვითარებული ჩვენ რაიონის გარდა, რომელსაც იური აგერ რამდენიმე ათეული წელია ემსახურება და ამ წამოწყებასაც მივესალმები. თურქული შეკრების პირველ სპარინგ მატჩს ზესტაფონი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის აგდამის ყარაბაღის წინააღმდეგ დღეს გამართავს. იმერული კლუბი უკვე მეოთხე დღეა თურქეთის რესპუბლიკაში ეროვნული თასის გათამაშების და ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისთვის მზადების მეორე ეტაპს გადის. გუნდი სასტუმრო სოიანო ბიჩ ჰოტელშია დაბინავებული, სადაც მათ გარდა სეზონის განახლებისთვის ემზადებიან ავსტრიული ადმირა ვაკერი და ფრანკფურტის ქალ ფეხბურთელთა გუნდი. გუნდის ვარჯიშის ამსახველი ვიდეო მასალა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ოპერატორმა თემურ კვინიკაძემ მოგვაწოდა. მორიგ სპარინგ მატჩებისა და კლუბის მზადების შესახებ მასალებს ტელეკომპანია არგო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის გულშემატკივრებს მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.